Ja jest to, что я есть. მე ნათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი აღდგენილი სული, მარადიული შეწყალებული სული. Блокируется деструкцიული каналები, злони как не заходит, злые хебрахები только сжигаются, мрунается, отключается. Თავიანთი деструкцიული პროგრამებიანად, პატკლადებიანად, პერეკლადებიანად ატლეტაიუცა ატმენია. Падальше. Договорები, მოგავარები ჟიგაიუცა, деструкцიული პროგრამები, რა ქვია, პრობლემები, чужие პრობლემები, ჟიგაიო, ვიჟიგაიო, აციკაიო, აბნულაიო. ეხლა, გოგოებო და ბიჭებო, თქვენ ახართ ბევრი, მე ვარ ერთი ადამიანი. მე შევწყვიტე ორი კვირა უკვე აღარ ავწერ აქ არაფერს, იმიტომ რომ ძალიან ამატკიეთ თავი. მე მოგეცით კანალები, მოусმინეთ ამ კანალებს, ვისაც მანიფესტები გაინტერესებთ კიდე, შემიძლია ჩაგიწეროთ თითოეული მანიფესტები ახსნებით. არ შეიძლება ამ მანიფესტების წაკითხვა ისე რომ ვერ იგებ რა ხდება, ხო, რა არის კარმა, რა არის რადაოი კარმა, რა არის რადაოი ეგრეგერი, რა არის სახელმწიფო ეგრეგერი, ვერ იგებ, ხო, რა არის, ხო, უნდა აგიხსნა ეს რა არის, რომ წარმოიდგინო შენი თავი იმ სიტუაციაში და იმ სიტუაციიდან უნდა გამოხვიდე. ეხლა იცით რა არის გოგოებო და ბიჭებო, მე კაცო, ჩემი თავი დავიცვა, ჩემი კარმები მოვინელო, ჩემი თავს, ჩემი სული დავიცვა, ჩემი სახლი კარი და ჩემი ბიოვერი ბიოპოლი დავიცვა თუ რა გავაკეთო? გასწავლით ეხლა ერთ-ორცალ რაღაცას, მაგალითად ელემენტარულს დაუშვათ ვამპირები, ხო, ვამპირები და უბარაკობა და უფულობა. ფულზე კიდევ თქვი. ფულზე მე გითხარით ყველას, რომ ფული არის ეგრეგერია, ჩვენ ფული ეკუთვნის სახელმწიფოს. ეს ჩვენ მოვედით სახელმწიფოში დროებით. კი, ფული საჭიროა ყველასათვის, უნდა ვიშრომოთ, რომ რაღაცა ფული ვიშოვოთ. მარა ეს ფული არ არის არაფერი მატერიალურია, ეს ფული მატერიალურია და ეს ფულზე დაწერილი შიფრები, მიფრები, კოდები, რაღაცა სურათები ცუდად მოქმედებს ადამიანის იზობილიებზე, სულიერ იზობილიებზე. მე გითხარით, რომ სულიერ იზობილიები უნდა რა ქვია, გაანთავისუფლოთ, ასე ვთქვათ, ზალატი ультрафიოლეტოვი პატოკებით, მაგალითად, რა ქვია, სამსახურში ხარ, ხო, არ აქცალია ეხლა, მაგალითად, იმისათვის, რა ქვია, განტვირთვისათვის, ანუ მედიტაციებისათვის არ აქცალია, ხო? წარმოიდგინე ეხლა, გახედე მზეს, გაისერნე გარეთ, ან უცბად გაიხედე მზისაკენ, მზე ხო იცი რაც არის? დღის შუქი ხო იცი რაც არის? ბუნებრივი კოსმო მზის სხივებით ზალივაյուს, ნაჩშაյուს, ისცელაյուს, აჩშაյուს, ნამივაյուს, ისცელაյուს ბუნების ძალებით, მზის სხივებით, აჩშაიცა ჩემი იზობილიები, ჩემი ენერგიები, აჩშაიცა მზის ბუნებრივი კოსმიური ენერგიებით, პლაზმენი კოსმიური ენერგიებით, აჩშაიცა ჩემი ენერგიები. წარმოიდგინეთ რაღაცა. სახელმწიფოში მეტი. ფული ეკუთვნის სახელმწიფოს. სამსახურში რო ხართ, წარმოიდგინეთ ეს ენერგიები, რაღაცა, გარეთ ახარ, ქუჩაში ხარ, წარმოიდგინე ვითომ ზალატი ультрафიოლეტოვი სფეროში ხარ, ბურჯში ხარ, ზაშიტულ ბურჯში ხარ. რომელიც სავსე არის, ასე ვთქვათ, ბუნების კაი ენერგიებით, სასიხარულო ენერგიებით, რადუჟნი ენერგიებით, ბალანსირებებული ენერგია, გარმონიჩნი ენერგიულებით. ამისი აბძალებსა და ავსულებს ეშინიათ ამისი ავსულებსა და აბძალებს იზიდავს ცუდი ნეგატიური ენერგიები, აგრესია, ბლატაობა, წუწუნი, წუწურაკობა, სუიესამტკივა, უიათქვი არამტკივა. დროებით ამტკივა, გაითიშოს ეს ტკივილები, ტკივილებს ვატრანსფორმირავებ, სვეტლუბով, სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ჯანსაღობა, ჯანსაღობა, იმეორე გულში ვარ დაცული, ზაშიტული, ვარ ღმერთის მფარველობის ქვეშ, ჩემი სული, ჩემი ვიშია, ჩემი ბიოსისტემა, ჩემი სულის სისტემა, ჩემი ბიოსტრუქტურა არის სულიერად დაცული, ზაშიტული. ხო, ეხლა ეს ფულზე გავართ, ხო, ფულზე ვართ გაჩერებული, ეხლა ეს ფული არის, ასე ვთქვათ, მატერიალური რაღაც.
რომელიც ასე ვთქვათ, ლავუშკა, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენს არ არის არაფერი ბევრზე ფული რა. შენ იზობილიები, სულიერი იზობილიები განავითარე, შენი სულიერი იზობილიები იმასაკენი რომ კი ეხლა მაგ ცოტა ფული 20 ლარი მაქვს, 30 ლარი მაქვს, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მე რამდენი ლარი მაქვს დღეში თუ 50 ლარი მაქვს თუ 100 ლარი მაქვს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩემი სულიერი იზობილიები ბევრდება სასიკეთო იზობილიებით, ღვთიური იზობილიებით, ბუნებრივი იზობილიებით, სუფთა წყლებით, სუფთა ჰაერით. შენი სულიერი იზობილიები განავითარეთ, თორემ მატერიალური იზობილიებს რას დაეძებთ? მაგრამ მატერიალურ იზობილიებსაც აგიხსნით, ეს არის ეხლა უბარაკობა ყველგან, აბა ვინ არის, ვისაც ფული აქვს ისიც უბარაკობა, ისიც დაზომბირებული დადის. იმიტომ რომ ესეთი სისტემა აგიხსენით მე. ხო და ამიტომ უნდა იმასაკნათ, იცით რა არის, რომ ეს ფული დაუშვათ 5 თეთრიანები, 10 თეთრიანები, ლარიანები, 5 ლარიანები, ესეთი ხარახურა ფულები, პატარ-პატარა ფულები, ჩადეთ მარილში და ჩაიფიქრეთ, რომ ჩემი ბარაკა, ჩემი იზობილიები, ანუ დაიცავით თავი ამ ეგრეგერიანული სისტემებისაგან. ჩადეთ რამე ბანკაში, ეს ბანკა დაუშვათ გადაახვიეთ რამე თეთრ ნაჭერში და დადეთ ისეთ ადგილზე, რომ არავინ არ შეეხოს იმას. მეორე თვეს კიდე ახლიდან გააკეთეთ და ჩაიფიქრეთ, რომ ჩემი ბარაკა ხელშეუხებელია, ჩემი იზობილიები ხელშეუხებელია, ჩემი ბარაკა ჩერეს ფულით, მაგალითად, რა ვიცი ეხლა, უბედურება, უბარაკობა რაღაცა ვერ მოქმედებს, უფუნქციოა, ატკლუჩაეცა, აბნულაეცა, მერე კიდე და ესეთი რაღაცა მოიგონეთ, ჩადეთ ეს ფული, ხარახურა ფულები მარილში და ჩაიფიქრებთ, რომ ჩემი ბარაკა რჩება ჩემთან, ჩერეს ფულით, რა ქვია, ჩემი იზობილებს ვერ მომპარავს ვერავინ. ვერც ჩორტიკი, ვერც მორტიკი, ვერც რა ვიცი, ეგრეგერები, ვერც ისენი და ვერც ესენი და ვერც ავი თვალები და ვერც ავი გლაზები და ვერც ავი ხალხები. всё, მორჩა. ამ რა ქვია, რა ვიცი, მქონდა მე გადაცემები, ვინც მოусმინა, ჩაიწერა ალბათ და რაღაცა გაიგო. ეხლა მერე კიდე დაუშვათ, ეხლა შეგიძლია აიღო პატარა დანა აიღო, პატარა რაღაცა დანა აიღო, პატარა მაკრატელი აიღო, ატარო ჩანთით, დანა მაკრატელი, პატარა გადაახვიო ეს ნაჭერში, შეკრა. ამ დანაზე ჩაიფიქრო, რომ ჩემი ატამი, ჩემი მაკრატელი მიცავს მე, ეს ჩემი შეძენილი ატამი, ჩემი შეძენილი მაკრატელი მიცავს მე, რა ქვია, მაგალითად 10 კაი უჭრი, ყველა სახის ავთვალს, ავგლაზებს, ავენებს, ბლოკებს, წეპებს, ჩიპებს, ნუ ხალხთანა გაქვს ხო შეხება, ჩემი ატამი მიცავს მე, ამ ატამით 10 კაი დავუშვათ ვამპირებს, ხილულებს, უხილავებს, ცოცხალა, რა ცოცხალს, ორფეხებს თუ რა ვიცი, პარალელებს თუ მეჟმირია რაღაცებს, ტრიგერებს 10 კაი. ეს მაკრატელი და დანა ჩაიდეთ ჩანთაში, ატარეთ, ნუ კვირაში ერთხელ გარეცხეთ, მარილში ჩადეთ, გაიწმინდოს, ცეცხლს მოატარეთ, გაიწმინდოს, მერე ისევ დაკეცეთ ეს პატარა დანა მაკრატელი, რა ქვია, ნაჭერში, თეთრ ნაჭერში ისევ ატარეთ. ხო, არის კიდე დაუშვათ მეორე რაღაცა, პატარა ზერკალები ყველას აქვს, ხო? ერთმხრიანი ზერკალა, ერთმხრიანი სარკე, ერთმხრიანი პატარა სარკე, ერთმხრიანი პატარა სარკე, გააკეთეთ, ჩაიფიქრი ამ ერთმხრიან პატარა სარკეზე, რომ ჩემი სარკე დაუშვათ აძერკალი ვაიეტს დისტრუქტივებს. ამ სარკეში არ უნდა ჩაიხედოს არავინ. არ უნდა მოატარე ეს სარკე ცოტა ცეცხლზე და ეს სარკე გადაახვიე უცბად იმაზე, რა ქვია, ნაჭერში, არ უნდა ჩაიხედოს, შენ არ უნდა ჩაიხედო ოღონდ ამ სარკეში, შენი ატრაჟენი არ უნდა დარჩეს ამ სარკეში. всё, ეს არის შენი ზაშიტა, რა ქვია, ზერკალური ზაშიტა, რასაც ეძახიან. და სარკეს
ატარებ ჩანთით სამსახურში ან სადღაც ან ჯიბეში არა პატარა სარკე და ეს სარკე adzerkalivaet ну ჩაიფიქრი ამ სარკით ჟიგაიუ adzerkalivayu სნიმაიუ წერაიუ სე რაღაცა იმეებს რა ქვია დისტრუქციებს ნეგატივებს და все ავისულები და ავიძალები ატლეტაიუცა ატმინია პადალშე ცეცხლის ელექტროსტოკებით წარმოიდგინეთ მე რომ ვითომ დავუშვათ ელექტროშოკერი ხო იცის ყველა მარა ელექტროშოკერი მე მაგალითად მაქვს სახში ელექტროშოკერი ერთი ორჯერ მე დავირტყი კიდე შემეშალა ანთება და მე მომხვდა ის ჩაიფიქრე ეს ელექტროშოკერი მაგალითად ვიცავ და ყველა ავისულები ხილული უხილავი ცოცხალი არაცოცხალი ბლოკები ცეპები პერეკლატკები პატკალტკები ლავუშკები რაც არის მაგიები ჯადობა ელექტროშოკერით მაგალითად რა ქვია ჟიგაიუ ელექტროშოკით სტოკით ჟიგაიუ სანთებელა ხო აქვს ყველა სანთებელა ყველას აქვს სიგარეტი ბევრი ეწევა ხო თქვას რომ ეს სანთებელით მაგალითად სანთებელი ვითომ არის შენი ასე თქვათ ფაკელი ცეცხლი ხო ფაკელი ცეცხლი ამ სანთებელით მომენტალნა ჟიგაიუ ყველა სახის ავსულებს ავძალებს запрещаешь всех на меня злоли ყოფლოხავლიათ моя сознание воля разум სულის чистотები კრისტალები ჩემი იზობილები ხელშეუხებელია ბევრნაირი რაღაცებია შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ თქვენ მძივი გიკეთია ხო რაღაცა მძივი გიკეთია ან საყურე გიკეთია ან რაღაცა გიკეთია ხო კაი არის ოქრო ვერცხლი გიშერი და ესეთი რაღაცა ისენი რა ბიჟუტერია კაი არ არის ბიჟუტერია და რკინები და ისენი არ არის კაი არც ორგანიზმისათვის და არც ისე რა ქვია მძივებიც კიდე თვარის ქვა, იმის ქვა, ამის ქვა, ბევრნაირი ქვა არის, კრისტალებია, რაღაცა კრისტალი, ჩაიფიქრე მაგალითად, აი, გიშერი გიკეთია, ხო? ეს გიშერი adzerkalivaet ყველა სახის პარაზიტებს ამ გიშრის ძალით, ამ ოქროს ძალით, ამ საყურის ძალით все деструкциები, все დაუშვათ ნეგატორები, დისტრუქტორები, თავიანთი დისტრუქტივებიანად მომენტალნა დაუშვათ ბლოკიროეცა, ჟიგაეცა, ვიჟიგაეცა, ვიგანაეცა, ჩემ ბიოვერ ბიოპოლიდან შორს. გიშერი მიცავს, ამას რო ჩაიფიქრებ, რომ გიშერი მიცავს, დანა მიცავს, დანითაც სიკავი დისტრუქციებს, სანთებლით ჟიგავი დისტრუქციებს, ცეცხლის ძალით ჟიგავი დისტრუქციებს, ვარ ზალატოის ზაშიტებში, ვარ ბაჟესტრინის ზაშიტებში, ვარ სორნიჩნის ზაშიტებში, ეს ნელა გამოიმუშავებს ბიოსისტემა ამ იმას, რა ქვია, ნელა გონება ტვინი ნელა გადატრანსფორმირდება იმისკენ და ხალხში რო დგეხართ კიდე გოგოებო და ბიჭებო უკაცრავად, მაგრამ დგეხართ და მიჩერები ხართ ყველას პირში. რატო უყურებ ყველას? არ შეიძლება ადამიანს უყურო სახეში. კი, შეხედე всё, შეხედე გავუშვი, მორჩა. აი რატო აფიქსირებთ ყველა ადამიანს და უყურები რა ბიოველი ბიოპოლის მატარებელია ის ადამიანი იმ ადამიანის სულში რაზის რა აი პრიცაჟენია საკეთებთ იცი რა არის პრიცაგი ვაეწე თქვენ თვითონ იმას დისტრუქციებს და ნეგატივებს თუ მე ზოლაპარაკები დაქალებსაც ზოლაპარაკები ძმაკაცებსაც ზოლაპარაკები მეზობლებსაც ზოლაპარაკები და ყველას ზოლაპარაკები მაგრამ სისტემატურად თვალებში არ შევციცინებ არავის იმიტომ რომ არ მინდა მე იმისი მირმეჟმირია და იმისი ტრიგერები და იმისი პრობლემ თვალები ადამიანის სულის ზერკალა არის და თვალებიდან ხდება ზუსტად ეს ბიოველი ბიოპოლების მორაცულობა ისედაც ხდება ენერგიების მორაცულობა ისედაც მერე გააჩნია სად დადის ადამიანი რა ადგილზე დადის ადამიანი რა ადგილზე მუშაობს ადამიანი არიან ეხლა ბევრი რომ ნიკროტიკული ენერგიები სადაც არის გავრცელებული მაგალითად სასაფლავები არ ვარგა იქსიარული არ ვარგა იქსიარული მერე კიდევ არის ისეთი ენერგიები რომ სადაც არის დაუშვათ
ბრბო, მეტრო, სადაც არის, რა ქვია, ბევრი ხალხი, ბევრი მარშრუტკა, ბევრი რაღაცეები, ხო? ამ დროს ეხლა უნდა თქვას უცბად ადამიანმა, რომ ჟიგაი, ვიჟიგაი, სამჯერ ოთხჯერ გაიმეორეს ცეცხლის ძალით, ჰაერის ძალით, წყლის ძალით, ბზის ძალით, შუქის ძალით, ელექტრო სტოკერების ძალით, მაკრატლის ძალით, აციკაი, ჟიგაი, ზედ ინსტრუქციებს, ზაპრეშაი, სეხ მისლენა განაცხადე შენ იმაში, რა ქვია, იმ მომენტში, იმ სიტუაციაში, იმ ბიოპოლში ხარ, სადაც სხვების ბიოპოლში ხარ უკვე, ხო? და ყველა ქუჩაში რა ხდება? ქუჩაში არის ყველას ბიოპოლი აჯაფსანდალია ქუჩაში. აჯაფსანდალია მეტროში. ხო, აი და იმ მომენტში უნდა თქვა, რომ მე ვაძლიერებ ჩემს ბიოპოლის ზაშიტებს, მაგალითად ზალატოულტრაფიოლეტოვი ფილტრები, ზალატოულტრაფიოლეტოვი სფეროებით, აქტივირებენ ზალატოულტრაფიოლეტოვი მეკრაბებს, მისლენა წარმოიდგინე, რომ ზიხარ ამ მეკრაბაში. მეკრაბა თუ არიცი დაუშვა წარმოიდგინე, რა ქვია, ცეცხლის მანქანა წარმოიდგინე, ცეცხლის ბურთი წარმოიდგინე, ცეცხლის ოთახი წარმოიდგინე, ცეცხლის ის წარმოიდგინე, რომ იმ ოთახში ხარ მარტო და ცეცხლის კი არა, ისე კი არა, თავი კი არ დაიწვი მეთქი, მაგრამ პროსტ აი ულტრაფიოლეტოვი სოლნიჩნი ლამაზ ბუნებაში წარმოიდგინე უცბად შენი თავი, რომ იმ ბუნებაში ხარ მარტო შენ. ლამაზ მინდორზე წარმოიდგინე შენ, ლამაზ ზღვაზე წარმოიდგინე შენი თავი, რომ იმ ზღვაზე, იმ რა ქვია, პლაჟი დაარქვი თუ რაც გინდა ის დაარქვი, ხარ მარტო შენ. ხარ მარტო შენ, всё. იქ არ არის ის გარშემო მეტროში ხედავ იმ ხალხს, იმ ნაროდს ხედავ, მაგრამ ის ხალხი იქ არ არის. ის შენ სხვა ადგილზე ხარ. ამ მომენტში წარმოიდგინე, რომ ვითომ შევიბაბოეთ სხვა ადგილზე ხარ. ეს ძნელი არ არის. ეხლა ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს და ამისი ფიქრი და უნარი რა არ შეგიძლიათ. ყველა შეუძლია ეს ამისი უნარი და ფიქრი. იცი რა, ძალიან ამტკივდა მე, რა ქვია, ჩავატარე 1-2 სეანსი და ისა, რა ქვია, ეწმინდინება ადამიანი ეხლა უკვე რეგრესოლოგებთან გადავიდა და ისა, ძალიან ამტკივდა, ძალიან ბევრი რაღაცები, ნიუანსები და კიდე ვცემ პასუხს ვიღაცებს, მაგრამ მაინც კიდე ერთი და იგივეს მახსნევინეთ, გოგოებო და ბიჭებო, მოგეცით კანალები, მოგეცით არხები, წერ კიდე ვინც ამწერს, მეც ავწერ, რომელ კანალს მოусმინოს ჯერჯერობით, რომ გამოიღვიძოს, ასე ვთქვათ, რომ მოვიდეს იმის აზრზე, რა არის მატრიცა, რა არის სისტემები, რა არის სტრუქტურები, რა არის წესწყობილებები, რა არის წინათფლობელური წესწყობილებები და ესენი და რაღაცა. და მაინც კიდე ერთი და იგივეს მახსნევინებთ, იცი რა არის. მერე კიდე ისა, რამ შემეკითხა იმ ქალმა. აი, სადაც ჩავწერე, ჩაწერილი მაქვს აქ სადღაცა. ხო, დაცვები, უბარაქობაო და ავადობაზე ეხლა, რა ქვია, რაც აქ ტკივა, ხო, შეეცადე, რომ არის ფიქრო ამ ავადობაზე გადაერთე ცოტა პოზიტიურზე, რა ქვია, გააკეთე თილისმები, გიშრის თილისმა გააკეთე, ჩაიფიქრე, მარილი დაიდე თავის ქვეშ, ავადობის დროს ძალიან კაია სოდიანი წყლებში ფეხის ჩაყოფა, მარილიან წყლებში დღეში ერთხელ ფეხების ჩაყოფა, ფეხებზე ძალიან ბევრი ნერვებია, ამ რა ქვია, და თქვი რომ ყველა სოდიან წყალში ჩაყავი ფეხები, ხო? თქვი რომ სედისტრუქციები წავიდა, წყალმა წაიღო, სედისტრუქცია დაბანის დროს კიდე თქვი რომ ყველაფერი ცუდი სნიმაიუს, წყლის ძალით, მადლობა წყალს, უნდა თქვა, მადლობა ძილის დროს თავის ქვეშ დაიდეთ მარილი, მაგალითად მარილი კრისტალური სტრუქტურის შემცველია და ძალიან, ასე ვთქვათ, აბალანსირავებს ბიოველს, ბიოპოლს, აბალანსირავებს ენერგიებს და ეს, რა ქვია, ენერგიების აღმდგენია მარილი.
მარილი და ლობიო, ლობიო გამახსენდა. აი ცოტა ლობიო აიღეთ, ცოტა ლობიო დაყარეთ, დაუშვათ სადმე. ეღოთ ეს ლობიო არ შეჭამოთ. ლობიო დაყარეთ სადმე იმაზე რამე ჭიქაში ან იმაში ჩაყარეთ ლობიო მარილთან ერთად დადეთ ლობიო რა ქვია სადმე იმაზე სადმე ტუმბუჩკაზე სახში რა სადაც არავინ არ შეეხება ამ ლობიოს და ამ მარილს და ჩაიფიქრეთ ამ ლობიოზე და ამ მარილზე რომ ეს ლობიო ყველაფერ ცუდს ასე ვთქვათ რა ქვია უბედურება, ცუდი რაც არის, ავიენერგიები რაც არის, ასე ვთქვათ, აი ამ ლობიოში მიდის და მე 1-2-3 დღის მერე ეს ლობიო გადაყარეთ, ცოტა ერთი მუჭაც არ უნდა, ერთი კოვზი ლობიო, 1-5-6 ცალი. მერე ისევ გააკეთეთ კვირაში 2 კვირის მერე ან 1 კვირის მერე არის კიდე დავუშვათ კვერცხი ატრიალეთ ხელზე, თავზე თქვით რომ ყველაფერი ცუდი ამ კვერცხმა წაიღოს და გადააგდეთ მერე ეს კვერცხი იქა ან ტუალეტში ან კიდე ნაგვისურნებში სადმე სხვაგან არ დადოთ ეს კვერცხები რაც საჭმელი ცუდი აურები სხვას არ მისცეთ არ შეიძლება არ ძაღს არც კატას არ შეიძლება ცოდვა არის კარმა არის მერე კიდე დავუშვათ რა მკითხა იმ ქალმა ისა გულის წიწკნები არის ეხლა გული ვის წიწკნის ადამიანს ეს არის ასე ვთქვათ რაღაცა რა ვიცი ეხლა უთხარი ქალს манифестებს ჩაგიწერმეთქი და არაო არ მინდაო და რაღაცა და გულის წიწკნები რო აქვს ადამიანს ეს რა ქვია არის შინაგანი დარდები შინაგანი ნერვიულობა შინაგანი დაძაბული სიტუაციები ეს უნდა მოასწრო ის უნდა მოასწრო მარტო მოსწრება მოსწრება არ არის ეს ცხოვრება ყველამ ძალიან კარგად იცით რომ ვართ მატერიალურ სამყაროში ცოტა თავი უნდა დაუთმოთ თქვენ სულსაც თუ მოასწარი თუ ვერ მოასწარი რა ქნა ახლა ხვალე მოასწარი ზეგ მოასწარი მაზეგ მოასწარი ხო მერე კიდე ადამიანი რო ფიქრობს და გეგმავს არ შეიძლება წინასწარ არაფრის დაგეგმა შენ ენერგიებს წინასწარ დებ სადღაც რომელიც ან მოხდება ან არ მოხდება უნდა თქვას ადამიანმა პირიქით ის რომ ჩემ ენერგიებს ვიღებ ვაზვრაშავ ჩემ ენერგიებს აჯერმე ჯაბდე ჯანსაღი აღდგენილის სახით არაფერს არ ავგეგმა გავივლი ქუჩაში გამოვივლი ვიმუშავებ არ ვიმუშავებ რაღაცა მეც ავმუშაობ აბა ახლა მე ის კი არ მინახავს ვიღაცა ისა მეც ავმუშაობ მეც ავშრობ ხარ ვაჭრობ ხან გავდივარ რაღაცას ყიდი ხან ვალაგებ ხან მეც მუშაობ რა ვინმე მარჩენს თუ რა მარა მუშაობ მე მოვდივარ სახში მარილიანი წყლით ბანაობ ვიძახი რომ ყველა სახის დისტრუქციები ნეგატივები თუ რამე ამეკი და ჩორტიკი მორტიკი ლავრები კუბები ინკუბები სოკუბები ბესები წერები ან ჩიპები მიპები იმპლანტები მომენტალურად ატკლუჩაიცა ატმინა პადარში ან მერტვეკები თუ ამეკი და რამე ასტრანი პარაზიტები მომენტალურად ატკლუჩაიცა ატმინა პადარში и всё დავიბანს ათლებს ავატებს სახში სოდიან წყალში ჩაყო თუ ძალიან ამტკივდა ამეხადა თავი შევეცდები კვერცხი შემოვივლო თავზე თუ არ ამშველის მაშინ ჩავთავ კაი კალაკონის ზვონკებს მუსიკას კალაკონის ზვონკების ვუკაკოდებს ჩავთავ ვუსმენ ან ლოცვას დავიწყებ ან манифестს წავიკითხავ და ესე ნელა გამაქთავი ეხლა ჩაკრების გაწმენდა ძალიან ძნელია ეს ერთი იმით არ ახდება ერთი დღით და ორი დღით არ ახდება წლები ხალხი მუშაობს ამაზე რეგრესოლოგები და ბიოისენი წლებია მუშაობენ და წლებია ძლივს გაიხსნეს ტრეცით გლაზები და წლებია მედიტაციებენ და წლებია და ეხლა ხედავენ როგორც ეხლა აქედან იქ დახედავენ იმათვის გრანიცები კედლები ისა ეს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა всё უნდა დახედავ რასაც უნდა იმ სისტემაში შედიან იმ სისტემაში ხედავენ ეხლა დაუშვათ დაინტერესდათ ხო რაღაცა დაუშვათ კლიენტი დაუშვათ ხო ავადმყოფი ხო
შეხედავენ იმ კლიენტს შედიან იმის სისტემაში, სტრუქტურაში, პოულობენ იქ სულის ჩისტოტას და ელაპარაკებიან იმას და არ ყვევენ რა მიზეზით, რი მიზეზით, იმის მიზეზით, ამის მიზეზით და ცდილობენ ეს მიზეზები აღმოფხვრან და ცდილობენ ეს ავისულები გააძევონ და გაათავისუფლონ მისი სულიერი ჩისტოტები. ასე ხდება ეს. ხო, და მე ისა გენაცვალე, მე ისა ძალიან დიდი თავის რამები მაგადატანილი, არავის არ გეწყინოთ ერთმა მომწვერა, რას აყვირი ხარო ლოცვების დროსაო. მინდა დავყვირი ვარ გენაცვალე. მე ჩემ ლოცვებში მინდა ვიყვირებ, მინდა როცა საჭიროა და უნდა ვიყვირო. თქვენც ისწავლეთ ლოცვა და თქვენ ჩაწერეთ ლოცვები და თქვენც იყვირეთ ლოცვების დროს. რა პრობლემა არა? მე თქვენ ლოცვებს რო ჩავწერე ლოცვები და იქ ვიყვირე რა, მე ვყვირი ვარ, იმიტომ რომ გავყარო შენი ბესები. გავყარო შენი ჩორტიკები და გავყარო შენი ბლოკები და ვინებიც აქ ბლოკავენ მანდა. იმიტომ იმად ვუყვირი ვარ და შენ თუ გეშინია ახლა აიდარდები კიდე თუ გეშინია ისწავლე თავის დაცვა, ისწავლე შენს ლოცვები და შენ უყვირე იმად. და შენ უთხარი იმად, რომ წადით, მომშორდით, მომცილდით, ზაპრეშაი, გიკრძალავთ ყველა გვართმე ავსულებს უფლებას, რომ შემეყო, არ შეიძლება. ჩემს ზიანს ვერ მომაყენებ, ჩემს ზიანს ვერ მომაყენებ. всё. ჩემზე ჭკვიანები თუ ყავთ თქვენა ისა სხვები წადით და იმათთან მიწერ მოწერეთ. მე აქ ის არა მაქვს გაცნობა დაოჯახების სააგენტო არა მაქვს აქა. და არავისი გაცნობა არ ამჭირდება აქა. მე გავიცანი უკვე მთელი მსოფლიო და მთელი ხალხი და ეხლა ვიდა სულიერად გავიცნო. ხალხი უკვე სულიერი სამყაროებით და სულიერი სიძლიერეებით, თორე ბიობოტებით და ტუფტა იმებით, რა ქვია, რას ეძახიან იმედებს რო აძლევენ ხალხს, ტუფტა იმედებს რო აძლევენ და ტუფტა დაპირებებით, მე დავიღალ მივხვდი რომ ეს ის არის თამაშებია. ვიღაცების არტისტ-აფერისტობებითა და თამაშებითა და მე ყველას თამაშები დავიღალე მე. სულიერი სიძლიერე არის სულ სხვა რაღაც. ადამიანი ფიზიკურად შეიძლება იყოს ხეიბარი, შეიძლება იყოს სუქანი, გავხდარი დაბალი, მაგრამ სული გონდეს ძლიერი. თუ არა აქვს სული ძლიერი, შეეცადოს რომ გააძლიეროს თავისი სული, თავისი აზრები, თავისი ნება, თავისი ასე ვთქვათ ვოლია, ნება, რასაც ქვია, რომ ნება არის ჩემი ნება. მე უნდა ვიყო ჯანმრთელი ჯანსაღი, აღდგენილი, მარადიული სული ვარ მე და არა აქვს არავის უფლებას, რა ქვია, ნეგატივებისა და დისტრუქციების უფლება არავის არ ვაძლევ. იყვირეთ თქვენც კაცო, თქვენს მე რომ აქ სახლში რომ ვცხოვრობ, ხანდახან ისეთი ამბებია აქ რაღაცა რომ და არ დავიწყო აქ ყვირილი რომ რა ქვია, განვედით, მომშორდით, მომცირდით, ზაკრივა ეცა პარტალები, ცეცხლის ტოკებით, ელექტროტოკებით, ელექტროფილტრებით, ხო, ეს რა ქვია, თქვენა ჩუსტვა არა გაქვთ. ეთყობა. რა ვიცი მე, თქვენა გინდა მე ჩუსტვები გავიხსენი და გძნობ უკვე რომ ცოტა რაღაცები არ ახდება ისე როგორც საჭიროა. მე ვყვირი ვარ თუ რას ვაკეთებ, ეგ ჩემი საქმე არის. წადით და თქვენ იმასა და დავბლოკე ერთი 10 კაცი აქა. საბლოკები იყვნენ ტელეფონში და იმიტომაც მიხედეთ თქვენ სულებსა და სულიერ განვითარებას აქვს თქვენი კრიტიკები არად. გასრიალდით აქედან. ხო. ისა რა ქვია, რა მინდოდა მე თქვა, მერე სახში კიდე სახს რო ალაგებს ადამიანი, კუთხეებზე აუცილებელია დადოს გოგოებო და ბიჭებო და ქალებო და კაცებო კუთხეებში ხდება ნეგატიური ენერგიების ჩაბუდება. კუთხეებში აუცილებელია დადოს ადამიანმა მარილები შეახვიეთ ან ქაღალდებში, ან პარკებში, ან ნაჭრებში, ან რაღაცა, ან რა ქვია, იმეებში, ერჯერად ჭიქებში ჩაყარეთ მარილები დადეს კუთხეებში. всё, მოვიდა სახლის დალაგების დრო, ხო, ან ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, ან როგორ ალაგებთ სახს, თვეში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ თუ რაღაცა. სახს რო ალაგებ, შეეცადე ტილოები, პოლი, არ ვიცი, ფანჯრები, ყველაფერი, ოდნავ მარილიანი წყლით გაწმინდო. ოდნავ დომესტოს ყვასყავ არა
ჟელეს ხვასხავ იქ ოდნავ მარილიანი ის ჩაყარებს всё აღარ უნდა იმას ბევრი რაღაცა ხსნარი მარილიანი ხსნარი წყალი შევა იმასაკენ მარილიანი წყლით გაწმინდე კედლები გაწმინდე ფანჯრები გაწმინდე რაცა გაქვს სახში რასაც ხარ ნოუთბუქი გაწმინდე ტელეფონი გაწმინდე ჩაიფიქრე რომ ჩერეს ჩემი ნოუთბუქი ძლონი კაკნე ზაღოდი ძლო ტოლკა ჟიგაეცა და ჩემ ნოუთბუქ ჩასაცმელს ჩემს ცარეცხი დარეცხე ხო იმაში ჩაყარე ოდნავ სარეცხის მანქანაში ოდნავ მარილი და თქვი რომ ამ მარილით დისტრუქციები ნეგატივი აიჭრება მომშორდება ჩემს ჩასაცმელი დეზინფიცირდება კუთხეებში დადეთ ოდნავ მარილები სახლის კუთხეებში, იმიტომ რომ კუთხეებში გროვდება ძალიან ბევრი ნეგატივები. ოდნავ ერთი კოვზი, ორი კოვზი ივსო, მე ერთი კვირის მერე აიღებ გადაყრი, მე კიდე სხვა რაღაცებს ჩაყრი. სხვა მარილს, ახალ მარილს ჩაყრი, ჩაიფიქრებ რომ ეს მარილით დაიჭრება დისტრუქციები, ნეგატივები. ქუჩიდან ამყვა ეს ნეგატივები თუ იმიდან ამყვა თუ დაღლილობიდან თუ სამსა თუ ბევრი ფიქრებიდან თუ ასტრალნი პარაზიტებია თუ პარალელი პარაზიტებია არა ეს მარილი გააკეთებს და თქვენი სული გააკეთებს ამას ყველაფერს, ყველას აკყავთ სული. უნდა გაანთავისუფლოთ თქვენი სული ბლოკებისა და სამაბლოკებისაგან. უნდა შეეცადოთ რომ გამოხვიდეთ ამ იმაზე და სულ კიდე მე არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის და ვინ რა სიფიქრებს და მე რომ თქვა და ავად რო ვარ იმას არ მეკითხება და მე მარილებს დავყრი სახში თუ რას დავყრი სახში იმაზე საჭურაოდ კარგა აქ ენა გადმოგდებული ყველას მარილები თვითონ ენაზე მიიყარონ ყველამ რომ ვეღარ იგველაძუონ ვეღარ ილაპარაკონ ბევრი მარილები ჩაიყარონ პირში ღირსები არიან. სულ არ მაინტერესებს მე ვინ რას ფიქრობს და ვინ რა იმას აშრება. და ისა კიდე ერთმა ქალმა მომწერა რაღაცა ისა. ლოცვებიო ის არ არისო. დაიცადე რა მომწერა ლოცვებიო. ლოცვები ის არ არისო, რა ქვია, მაგიური წიგნებიდან არა გაქო თუ რაღაცა და რეებს ალაპარაკო და ხო ისა. მაგიური არ არის ეს ლოცვებია დაწერეს ფედერაცია სვეტა საზოგადოებმა რომ დაწერეს რეგრესოლოგებმა რომლებიც კონტაქტობენ ამ რა ქვია კოსმოსილებთან ანგელებთან არხანგელებთან ეს ფედერაცია სვეტა საზოგადოებებში არიან ანგელები არხანგელები და არიან იესო ქრისტეც იქ არის, პლიადებიც იქ არიან, ვიშე სვეტრიე სილები, ვიშე სვეტრიე, რა ქვია, რასაც ქვია ისენი, რა ქვია, კაი სულები არიან აქ საზოგადოებებში. საზოგადოები რა არის და უნდა განივითაროთ ეს მერვე, მეცხრე ჩაკრები, ტრეცი გლაზები, შიშკავით ჟელეზები და დაინახავთ ამ საზოგადოებს თუ ვერ ახედავთ და სანამ არ გაიხსნით ბლოკებს, ვერ დაინახავთ. და ეს ნათერხილველებმა დაწერეს ასე ვთქვათ ეს ვოლა იზივლენიები დაწერეს რომ ზაპრეშავსელი ხიხ პლახიხ ჩუღჟიხ შინაურები გარეულები არ აქვს მნიშვნელობა მნამინე ზროლი ხაპლოხავრიაც ბუდიტე ბლაკირავაცა შტრავირებაცა ჟიგაცა ვიჟიგაცა იმ რა ქვია ბუდიტე რა ქვია ატპრავლაცე გალაქტიკის ядროებში ან გალაქტიკის წუდებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგია გამოსასწორებლად დამნაშავეები ატპრავლაიუცა გალაქტიკის წუდებში всё გალაქტიკის წუდებში ატპრავლაიუცა ფიზიკურად კი არ წაიყვანენ ბოტებს ფიზიკურად კი არ წაიყვანენ ბოტებს იმის სულის ჩისტოტას წაიყვანენ გალაქტიკის წუდებში გამოსასწორებლად всё ასწავლიან იკა ესე კი არ არის ესია რაღაცას ასწავლიან ის ანგელოზები სვეტრიესილები თუ ვერ გამოსწორდა და იმ ანგელოზებსაც დაუწყო იქა შანტაჟი მაიმუნობა წემატყება და ჭამა დაკადაკაობა და რაღაცეები სექს პარაზიტობები ეს ანგელოზები მე უკვე დასჯიან როგორ დასჯიან ეხლა რა ვიცი ეხლა როგორ დასჯიან ეს ანგელოზების საქმეა როგორ დასჯიან ხო ესეა გადაცვალი დასაჯელი უნდა დაისაჯოს ცეცხლის ტოკები დასჯიან ცეცხლის ტოკები დასჯიან არ კიდე რა ვიცი
წაეშლება იმას პამიწები, დაავიწყდება ის, რომ ანგელოზებთან იყო და გახდება ისევ თავის ბიორობოტში დააბრუნებენ, არავის არ სჭირდება სხვისი ზედმეტი სულები, არავის არ აქვს სულების გატაცების უფლება, არავის არ აქვს, რასაც ეს რეპტილიები აკეთებენ, ეს არის ძალიან ტყუილი საშინელება, სულების დაბლოკვის უფლება არავის არ აქვს. მაგრამ როდესაც ბესი ახლა ნერვებს გიშლის, უნდა თქვა, რომ ბესებო დაიბლოკეთ, всё. ბესი ახლა ვერ აგრძნობს ადამიანი, მაგრამ არის დისტანციურადაც შეუძლიათ ამ ბესებს რაღაცა დისტრუქციების გაკეთება. ბესების ბლოკიროი, всё. მერე ეს სულების ანგელოზები და ანგელები და ვიშესვეტრიესილები არც ერთ სულს არ ერჩიან, ცდილობენ ყველა სული გამოასწორონ, დააყენონ გზაზე და რაღაცა. თუ ვერაფერი ვერ გააგებინეს ეხლა ის სულის ჩისტოტას, აბრუნებენ ბიოსისტემაში, ბიოსტრუქტურაში, ბიორობოტში და არის ისეთი ბოტი, როგორიც იყო ბოტი, დებილი, ტუპოი. всё. და მოკვდება წავა მიქელას და როგორც ტუპოი და დებილი, всё. მე მაგიები არ არის ეს ახსენი მანიფესტები არის დააწერეს რეგრესოლოგებმა, ნათემხილველებმა და არის ძალიან ბევრი მანიფესტები. ეს მაგია და კლუძამოკ, იაზი კლუძამოკ, ვაიმე აცასინა ის ვატო, ჯერ ღმერთის სახელს ურევ რაღაცა იმაში, რომ რა ქვია, რაღაცა დებილობებში. არ შეიძლება ეგა კარმა. მე ახსენი რომ მაგია არის ტყუილი, მაგია არის კარმა. და კლუძამოკი აზიკები უნდა თქვა, რომ კი არ მიმასაკნა რაღაცა, კი არ პეჩატები კი არ უნდა გააკეთო, იგი პეჩატები უნდა მოიხსნა, უნდა განთავისუფლდე ამ მაგიური პეჩატებისაგან. ეს უნდა თქვას ადამიანმა. პეჩატები უნდა მოიხსნას ადამიანმა და მაგიური ზაკლატია პლაკატიები უნდა მოიხსნას ადამიანმა და რა ქვია, არის ნება ჩემი, всё, მე უნდა ვიყო ჯამტერი, ჯანსაღი, თავისუფალი სული ვარ, მარადიული სული ვარ, ზაპრეშაი ყველა ასტრალნის სულებს, მენტალურ სულებს, კოსმო, დისტრუქციო, რა ქვია, ნიჟნი მირებს, წერებს, რეს, ბაგამულებს, რა ქვია, რას ეძახიან იმას, ინსექტოიდებიოთო, ინსექტოიდებს, ხვლიკებს, ჭიებს, მატრებს, ზაპრეშაიუნ, ამენიან ზლოლიხა პლოხავლიაც. და ყველა სახის ავისულები წავლენ პრავაბლადატილებში აბრატნა. ან წავლენ გალაქსიის სულებში გამოსასწორებლად, ნატრანსფორმაციი პერევიჩნუ ენერგიებისათვის. ნაბნულენი. აბნულაემ ცუც, აბნულაემ ცუც. აბნულაემ დისტრუქციები აბნულებენ, რჩება სიხარული სიყვარული, რით ვეღარ გასწავლეთ გოგოებო და ბიჭებო, მე ძალიან ესა, რა ქვია, ესე ტყუილად მე დროს ვერ დავკარგა, ვისაც პირადად გინათ რაღაცები ჩაგიწერო და აგიხსნათ, ფასიანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ამაზე ვკარგავ ძალიან ბევრ დროს. ძალიან ბევრი რაღაცები გაქვთ, ასე ვთქვათ, მოსახსნელი ყველას. ძალიან ბევრი ბლოკები და სამაბლოკები გაქვთ ყველას მოსახსნელი. არ აქვს მნიშვნელობა ეს, ჯერ ეს აღსდა გამნათება, რომ არ გვასწავლიდე თუ რას გვასწავლიდე თუ როგორ გვასწავლიდე თუ ჯერ ეს რელიგია თუ ჯერ ეს ეკლესია თუ ჯერ ეს მონური სისტემები თუ ჯერ ეს რაღაცეები თუ ჯერ ეს წარსული ცხოვრებები და ჯერ ეს დნკ თუ ჯერ ეს რნკ თუ ჯერ ეს რაღაცა. ძალიან ბევრი რაღაცეებია გენაცვალი გასაკეთებელი. და ზაშიტები კიდე რომ ეცათ ზაშტები აგიხსენით, რომ ეს უნდა იყოს სულიერი ბუნებრივი ზაშიტები. სულიერი ბუნებრივი ზაშტები. დახატეთ თქვენი სურათი, ხო, ან წარმოიდგინე შენი სურათი და ჩასვი შენი სურათი ლამაზ იმაში, ყვავილები გარშემო, ლამაზ ოთახში ჩასვი, რაღაცა სფეროში ჩასვი, სფერო დაახატე, კრუგი დაახატე გარშემო, რომ ვითომ ლამაზ სფეროში ხარ, ლამაზ ოთახში ხარ, ლამაზ შენ გარშემო ლამაზი ბუნება, ან შენ თვითონ დახატე შენი სურათი, დაუშვათ დადეკაიდერი შენს გარშემოა. და დადეკაიდერი და მეკრაბა აქტიურდება, უნდა თქვა, აქტიურდება, როგორ აქტიურდება? მაღლითა პალუშარია ტრიალებს, მაღლითა ზედა პალუშარია, რასაც ქვია ტრიალებს, პოჩცავე სტრელკი, დაბლითა პალუშარია სტრიალებს, პროჩცავე სტრელკი. მერე გვერდითა პალუშარიების სტრიალებს, ხან პოჩცავე, ხან პროცივჩისავე სტრელკი და ასე შემდეგ.
всё ეხლა და არ უნდა ინერვიულოთ არაფერზე წინასწარ არაფერი არ უნდა დაგეგმოთ არ უნდა იფიქროთ დიდი ხანი წარსულზე არ უნდა იდარდოთ ისეთ ადამიანებზე რომელიც ღირსი არ არიან რომ იდარდოთ თქვენი ენერგიები და თქვენი აზრები და თქვენი ფიქრები არ უნდა დაუთმოთ ნეგატივებსა და დისტრუქტივებს და თუ კიდე რაღაცა გტკივათ უნდა თქვა თუ ეს ხელოვნური ტკივილებია თუ ბუნებრივი ტკივილებია თუ დენკური ტკივილებია თუ მატრიცული ტკივილებია თუ დისტანციური ტკივილებია თუ ასტრალური ტკივილებია თუ სულიერი ტკივილებია თუ ფსიქოზური ტკივილებია თუ ნერვოზული ტკივილებია ბევრი ტკივილები აბა რა გავიგო ეხლა ეს ქალბატონები და გოგოებო და ბიჭებო ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება ჯანმრთელობები, ელიზავეტი ულტრავიოლეტური პატოები, კების სიკეთეები, სიხარულები, ბალანსირებები, გარმონიზაციულობები, აღდგენები, ჩემთვის ვაბლაგა, ჩემი ბიოსისტემისათვის ვაბლაგა, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი სულიერი სისტემისათვის ვაბლაგა, ჩემი ჩისტოტებისათვის ვაბლაგა, ჩემი ორგანიზმისათვის ვაბლაგა, ჩემი ორგანოსა, ჩემი გულისათვის ვაბლაგა. და არის ასე, как сказал, так и стало. Всё. არ უნდა ამას ისა რა ქვია განეცხეთ კაი იმაზე მткиვა ყური მткиვა თავი მткиვა ხო всё თავის ტკივილი 10 კული ჩაეცა ზრო никак не заходит ვერ მოქმედებს 10 კული ჩაეცა ზრო 10 კული ჩაეცა ტკივილები 10 კული ჩაეცა ტკივილები მოქმედებს მხოლოდ ჯამთელობა ავოსულებო ტკივილების სულებო ტკივილების ვამპირებო ავადობის ვამპირებო განულებთ გაბათილეთ განვედით ჩემ განშორს ზომბებო ვამპირებო განულებთ გაბათილეთ განვედით ჩემ განშორს ხო ასე არის ეს მერე კიდე ისა ზაკრივაეცა დაუშვათ სადმე შეხვედი ისეთ ადგილზე სადაც პარტალია ხო ღია და რაღაცა ამ დროს როცა ვერ აგზრობს ადამიანი დაუშვათ რაღაცა და პარტალ ღია რაღაცაში დადექი ხო ამ დროს ხდება ენერგიების მომენტალური ისა ენერგიები ეცლება ადამიანს აი რა ქვია სადღაცა არის უენერგიობა კიდე უძალობა და უენერგიობა ხო ადამიანი ეტყობა დადის ისეთ ადგილზე ისეთ იმაშია რომ ენერგიები ეცლება რაღაცა პარტალებშია ეტყობა ისე რომ ენერგიები ეცლება ამიტომ ახლა ადამიანს თუ ესეთ სამსახური აქვს სადაც პარტალია ღია რაღაცა დისტრუქციული ნეგატიური ნიშნიმირული პარტალია ღია და 5 წუთში გაეცალა და ადამიანს ენერგია დაზომბილდა დადებილდა აღარ აქვს არაფრის აზრი უნარი არ აქვს არაფრის ისა აღარც მუშაობის ხალისი და აღარც ლაპარაკის ხალისი და აღარც ხუმრობის ხალისი და აღარც ცხოვრების აზრი გამოეცალა დააზომბილა რაღაცა დისტრუქციულმა პარტალმა იქა ხო ამ დისტრუქციულ პარტალებს ხსნიან ნიშნიემირები და ჩვენ ენერგიებს იპარავენ. ამ დროს ადამიანმა უნდა რაღაცნაირად მოუხმოს თავის სულს, თავის ჩერეს ჩემი სულით, დაუშვათ ჩერეს ჩემი ანგელოზები, ჩერეს ჩემი ვიშე სვეტრიეს სილებით, ვიშე ანგელოზე ყველა ადამიანს ახავს კიდე ანგელ ხრანიწელი. ანგელ ხრანიწელი ყავს ყველა ადამიანს. ჩემო ანგელ ხრანიწელო დაეხმარე ჩემს დამეხმარე. რა ქვია, ვიში არხანგელ მიხაილო, არხანგელ ცერონო, არხანგელ გავრიელო, არხანგელ რა ქვია, კაიაგერი არხანგელ ხო, მეტატრონო ხო ისა რა ქვია დამეხმარეთ რომ ეს მერეს რა ქვია რომ ეს რა ქვია ნეგატივები დაუშვათ როგორღაც დავკეტო პარტალები დავკეტო ან რის გამოა ეს პარტალები რის გამოა ეს პარტალები და უნდა თქვას ადამიანმა რომ ეს პარტალი ან იქ სადაც მუშაობს იქ დადოს მეკრაბა რაღაცა სურათი დადოს რაღაცა დადეკაიდერი დადოს რაღაცა ტრანსფორმატორი გააკეთოს იქ რაღაცა რომ გადატრანსფორმირავდეს ენერგიები არ გამომეცალოს ან ცოტა მარილი დაყაროს იმ ადგილზე ოდნავ დადოს კუთხეებში მარილი სადმე გარშემო ან რა ვიცი რაღაცა ან დანა დადოს და თქვას რომ ამ დანით
отсекается, все злые лихие плохие закрывается порталები, отсекается деструкцიული ვარონკები, პოჩისავოი სტრელკით და რაღაცა ესეთი რაღაცა გააკეთოს და ჩაიფიქროს რომ აგერებო, ახალგერებო, დამეხმარეთ რომ ეს დაუშვათ ჩემი გზებიდან, ჩემი გზაკვალიდან, ჩემი სახლიდან, სახში ვერძინავს ადამიანს, ან გარეთ გამოეცალა ენერგიები, ან ქუჩიდან გამოეცალა ენერგიები, ხო, ან რაღაცა, ხო? ჩემი გზებიდან, ჩემი სახლიდან, ჩემი გზაკვალიდან, ჩემი მოღვაწეობიდან, ჩემი სამსახურიდან, ჩემი ასე ვთქვათ, იმიდან მომშორდნენ ყველა სახის დისტრუქციები. მე არ შემეხონ, მე ვერ შემეხებიან. განაცხადოს ეს, ჩაიფიქროს ეს, ატაროს ან დანა, ან მარილი, ან გიშერი, ან თილისმა, ან რა ქვია, რაღაცა ზერკალა გააკეთოს, პატარა ზერკალა და ჩაიფიქროს ამ ზერკალაზე, რომ ვინც მე ავად შემომხედავს, რა ვთქვა, ამ ზერკალით, ზერკალი ვაიო, ანუ მე ვერ შემომხედავს, თავის თავს შეხედავს. всё. აზერკალი ვაი, რას ანიშნავს, რომ ავაფარებ ამ ზერკალას ზედ წვინ ცხვირზე, დაუშვათ მენტალურად ზერკალას ავაფარებ და თავისი ავი თვალები, გესლები, პერეკლატკები, პატკლატკები აბრატნა თავის ატრაჟენიას, всё, ატრაჟენიას კი არა, ზერკალი ვაიუ, დაი ამ ზერკალით ზერკალი ვაიუ, всё. მე ამ ზერკალას გარეცხავ, გაწმიდავ კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ, ჩადებ მარილში მოატარებ ცეცხლს, მე ისევან გადააგდე, თუ ძალიან გაფუჭდა, ახალი იყიდე, ახალზე ჩაიფიქრე ეს პატარა ზერკალა, დამიწავს ამ პატარა ზერკალით, ზერკალი ვაიუ, ვსე დისტრუქციებს, ამ პატარა დანით, ზერკალი ვაიუ, ვსე დისტრუქციებს. მე კიდე ისა პარტალზე რო გადადის ადამიანი და ენერგიები წარამარა ეცვლება, ხასიათი წარამარა უფუჭდება და რაღაცა, უნდა თქვას, რომ ჩემოსულო, ჩემი ვიშე დააკრივა ეცა, ჩემ ბიოპოლში ყველა სახის მანქანაზე კიდევ, რა ქვია, მანქანაზე კიდე დადეთ მარილი მანქანის უკან და ჩაიფიქრეთ მარილი დადეთ პატარა მარილი პატარა დანა დადეთ პატარა ის დადეთ რა ქვია ზერკალა რაც გითხარით ეხლა რაც მე ვიცი და რასაც მე ვიყერებ რაც ჩემი ინსტრუმენტებია მე ეს ვიცი ხა ბევრ რაღაცებს მეც თორ ვერ აფლობ ჯერჯერობით და თქვით რომ ანგელოზებო ჩემოსულო ჩემო დამეხმარეთ აი ჩერეზა მატამით აციკაიცავს ეს დისტრუქციები ჩემი სულის ჩემი ანგელოზები ჩემი შეესვეტრიესების სახელითა და ძალებით სილამაევო ნამერენია იმიტომ რომ მაქვს ამის უფლება რომ დავიცვა თავი არ უნდა შევეჭმევინო ბესებს არ უნდა შევეჭმევინო აბძალებს უნდა დაიკეტოს ნიშნიე პარტალები ბეზრედა ჩემი სულისა ვაბლაგა ვიღებ ნიშნიე პარტალებიდან ჩემს ენერგიებს ასჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახი და ვალდებულები არიან გაათავისუფლონ ჩემი ენერგიები ნიშნიე მირებმა და დამიბრუნონ ვაზრა შაიო ჩემს ენერგიებს ჩემს ჩისტოტებს ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით всё აი ეს არის მთავარი რომ რაღაცები თქვენ თვითონ უნდა გამოიგონოთ და მე კიდე რომ ვლოცულობ ხო მე მინდა ლოცვის დროს ვიყვირებ მინდა არ ვიყრი ეს აი ჩემი ნება არავინ არ იცის მე რა ისა უნდა რა მაქვს რა პრობლემა მაქვს გამოსასწორებელი ეს ვიცი მარტო მე და მე დავიყვირებ ხმას აუწევ თუ ხმას ჩა არავის თქვენ თვითონ ისწავლეთ მაშინ ლოცვები თქვენ თვითონ გაერკვიეთ რაშია საქმე რაში მდგომარეობს რა არის მაგია რა არის კარტები რა არის ვუდუ მაგიები რა არის მანიფესტები აი მაშინ გაერკვიეთ და მე სადაუწევ ხმას და სადაუწევ ხმას ეგ არის ჩემი უფლება არავის არ ვეკითხები მე არაფერს მომინდობეს აქა ისა მადლობა ჩემს მადლობა ჩემი შეესვეტრიესებს მადლობა ჩემს აგერებს არხაგერებს მადლობა ჩემს ვიშე ჭეშმარიტ კეთილ ფედერაციას ვეტას და ის არა ქვია закрывается порталები злори какреза ходит зло только отключается все злые лихие плохие вон отсюда Тарисас